გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ჩვენი ძვირფასი პატრიარქის გარდაცვალების გამო და აქვე მადლობა პატრიარქს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გააკეთა. დღევანდელი გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ თბილისში კოდორის ხეობის მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მამა გიორგი გვესაუბრება პატრიარქზე, გვიამბობს ამბებს, შეაფასებს მის ღვაწლს და მე ვეცდები მაქსიმალურად ნაკლებად ჩავერიო და გთხოვთ დაიწყოთ საუბარი. მიუსამძიმროთ ჩვენს მაყურებელს, ძვირფას ერთგულ მაყურებელს. დიდი გულის ტკივილით ეს ვიზიარებ და მოგისამძიმრებ ჩვენი პატრიარქის, საყვარელი პატრიარქის გარდაცვალებას და ღმერთს ვთხოვ, რომ პატრიარქის ლოცვა კურთხევით ყველაფერი ისე განაგოს, როგორც მის უწმინდესობას ქონდა გულში მთელი ცხოვრების მანძილზე და სურდა რომ ყოფილიყოს საქართველოს ისეთი როგორც მას ეს ესახებოდა და სურდა რომ ყოფილიყოს საქართველოს. ამინ. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი კადრები სვანეთიდან ჩამოვიდნენ, დმანისიდან კიდევ სვანეთი ჩამოგზავნდნენ და ზარი თქვეს სვანური წესით გააცილეს ჩვენი უწმინდესი და რაღაც ისე მოხდა, რომ ფილარმონია ტელევიზიების არხებზე, ტელევიზიებში არ გავიდა ეს კადრები. ზარი გავიდა ხმა, მაგრამ თვითონ არ ჩანდნენ და ახლა ჩვენმა თანამშრომელმა ბატონმა ირაკლი ბერიკაშვილმა ისე გააკეთა პირველი არხების კადრებთან ერთად გადაღებული კადრები ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა, თუ არ ვცდები, ქალბატონის შონიას გადაღებული კადრებია. დაადო პირველი არხის კადრებს და მოდით ერთად ვნახოთ, მამა გიორგი, ვნახოთ ეს კადრები, როგორი ზარი უთხრეს პატრიარქს და მერე გავაგრძელოთ საუბარი.
გიორგი, ეს მოხდა ბუნებრივად, კადრზე ეწერა, რომ ეს იყო პირდაპირ ეთერი, პირველი არხის და ხმად სასწაულად ისმოდა, ხო და გითხარით თუ შეიძლება ვინ იყვნენ, მხოლოდ მესტიიდან ჩამობრძანებულები დმანის აი ეს დეტალები. მესტიიდან ჩამობრძანდა რიჰო ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელი არის ბატონი ვახტანგ ფილფანი. ასევე დმანისიდან ჩამობრძანდნენ ეს არის კვირია ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელი გურგენ გურჩიანი და აქ ორი ჯგუფი იყო და მესამე ჯგუფი იყო საპატრიარქოსთან დახვდა უწმინდეს უშუალოდ ეს ბატონი გოგი ფანგანი ხელმძღვანელობს, მაგას შვანარი ჰქვია იმ ანსამბლს. და სამი საგალობელი შეასრულეს, ეს არის ზარი, სამგლოვიარო, რომელსაც გამოაბრძანეთ მისი უწმინდესობა მაშინ დაიწყეს და ძალიან დიდ ხანს გრძელდება პრაქტიკულად სამ კარიბჭემდე მოაღწია მსვლელობამ ეს ზარი ისმოდა. ზარი არის იუნესკომ შეიტანა არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში საოცრება. მეორე გალობა არის კვირია, რამდენადაც მე მომახსენეს 3000 წლის საგალობელია. 3000 წლის საგალობელი, რომელსაც გალობენ სვანები და მესამე არის წმინდა უღმერთო სვანი, რომელიც უწმინდეს ძალიან უყვარდა. და დღეს ბატონ ემზარკვიციანმა მითხრა ასეთი რამ, რომ როდესაც უწმინდესი იყო აფხაზეთში, კამანში, იქ ყოფილა გარდაცვლილი ერთ-ერთი სვანი და იმ ოჯახში ეკლესიაში მოასვენეს ის და უწმინდესი რომ მივიდა ზუსტად ისეთ დროს მოხდა, როდესაც ესენი ზარს ასრულებდნენ და უწმინდეს პირველად გაუგია ეს ზარი მაშინ და უკითხია ვინ არის ხელმძღვანელი და აღმოჩნდა ეს გურგენ გურჩიანი. აი ვინც ახლა კვირიას ხელმძღვანელობს დმანის და ასეთი ჯერ უკითხია რა არის თქვენ უწმინდესი ხო როგორი პიროვნება იყო ძალიან აინტერესებდა ეს ძველი ტრადიციული მემკვიდრეობა ჩვენი და 3000 რუბლი თუ რაღაცა უჩუქია მაგათთვის რომ უთხოვია რომ მოამზადეთო კიდევ არ გაჩერდ და რაღაც სალოცავ სკოლები გაახსენებინათ ეს შემდეგ უკვე და ასეთი რამ უთხოვია გურგენისთვის. მე რომ მოვკვდები ჩემს დასაფლავებაზე ეს შეასრულეთო. როგორ პირნათლად შეასრულეს ამ დალოცულმა ადამიანებმა ჩვენი პატრიარქის თხოვნა. წინა საღამოს ეს ბატონი გურგენი და მისი ანსამბლი პანაშვიდს იხდიდა მიტროპოლიტი დანიელი და სამების ტაძარში დაგვდეს უფლება შევიყვან ეს ჯგუფი და დადგნენ ტახტის უკანა მხარეს და ეს სამივე საგალობელი იქ შეასრულეს. საოცრება ის არის რომ ეს არის სამგლოვიარო საგალობელი და ამას რო ასრულებდნენ იქ უხუცესები არიან. ახალგაზრდების არიან რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა ერთნაირად როგორ პატარა ბავშვით, ჩვილი ბავშვით გლოვობდა. ანუ მე იცით რისი თქმა მინდა გაბატონინო როგორ საოცრად აღსრულდა და სრულდება ყველაფერი რასაც უწმინდესი ბრძანებდა. აი მისი როდესაც მან თქვა გადაცემაში როდესაც დავიწყე მე მოღვაწეობაო ჩემი მთავარი მიზანი იყო ხალხის ერის გაერთიანება, იმიტომ რომ კომუნისტების დროს ისე იყო თითქოს ეკლესია განყენებული მცნებასავით იყო, თითქოს რაღაცა ზღვარი იყო ეკლესიის ღვთისმსახურებისა და ერის შორის და აი ამის დარღვევა მინდოდა რომ ერი გამეერთიანებინა და ეს 100%-ით მოახერხა მისმა უწმინდესობამ. აი ხო თქვა მაგან რომ მისი ოცნება იყო ეს გაერთიანება ქართველი ერის დედა ეკლესიის წიაღში ქართველნო ერთად ღვთისაკენ ერთად გამთლიანება ტერიტორიების და რა თქმა უნდა სულიერ და ზნეობრივი გაბრწყინება ჩვენი ერის. ეს კიდევ წინა გვაქვს. ანუ მისმა უწმინდესობამ რა საქმეც დაიწყო.
რისთვისაც მოღვაწეობდა. ყველაფერი შეასრულა პირნათლად და რაც ვერ მოასწრო, აწი იმას შეასრულებს კიდევ უკეთესად. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ არის ასეთი მამათა გამონათქვამი, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, თუ ის ადამიანი ღვთისთვის სათნო ადამიანია და ასეთი იყო უწმინდესი პატრიარქი, თვალებზე ცრემლები გვაქვს და გულში ქვეცნობიერად, აი წუხარების ქვეშ მალულად იმყოფება სიხარული, ქვეცნობიერი სიხარული. აი თითქოს უნდა ვტიროდეთ, ვგლოვობდეთ და რაღაცა ძალა გვიბიძგებს, რომ მარტო ეს არ არის, ამას სიხარული მოყვება. ეს იმის დასტური არის, რომ ეს ადამიანი ღვთისთვის სათნოა. ღმერთს სათნო და ის ადამიანი ცხონდა. მე საპატრიარქოში მსახურობ დედათა მონასტერში და ერთ-ერთ ქადაგებაში ვთქვი, მაშინ როდესაც ჩვენი უწმიდესი ცოცხალი იყო და ცოტა მისტიკა მიყვარს და ცოტა საკრალუის ბერებს მაინც ეს გვახასიათებს. თავარია ზომიერება დავიცვათ, იმიტომ რომ მისტიკამ ძალიან ესე შეყოლა იცის და მე ესეთი საშიშიც არის თუ ზომიერებას ადამიანს დაიცავს და ქადაგებაში ვთქვი ასეთი რამაც ძალიან გააკვირვა დედები. როდესაც მე ვთქვი, რომ ჩვენი პატრიარქი წმინდანია და არა მარტო წმინდანია, დიდი წმინდანია, არის ასეთი ეკლესიაში ესეთი ხარისხის ტიტულებით, რა, ბასილი დიდი, ანტონი დიდი, მაკარი დიდი, ხო, აი დიდი ეს ისეთი დიდი პიროვნებაა, რომ ერთ-ერთმა მითხრა, ჩვენი პატრიარქი საქართველოს ყველა პატრიარქების პატრიარქი არის. ის სასუფეველში შეგზდა როგორც პატრიარქების პატრიარქი, როგორც გვირგვინი პატრიარქებისა. და რო გარდაიცვლება, მე ვთქვი ქადაგებაში, ის დღე უნდა იყოს ათვლის წერტილი, იმ დღიდან უნდა შეირაცხოს წმინდანად ჩვენი პატრიარქი. რა თქმა უნდა, მაშინ ცოტა ვერ გამიგეს და გაუკვირდათ. მაგრამ დღეს მე იგივე შევიძლია ეს ჩემი აზრია. გავიმეორო, რომ დიდი წმინდანია ჩვენი პატრიარქი. ჩვენ პატრიარქს აქვს წიგნი დაწერილი, რომელსაც ქვია მზიანი ღამე. ეს მზიანი ღამე დასრულდა, გათენდა და სათასასუფეველში ახალი მზე საქართველოს პატრიარქის მზემ გაანათა. აწი ის რაც ყველა ქართველმა ადამიანმა და არა მარტო ქართველმა, ყველამ დაინახა, გაოგნებას, გაოცებას ვერ მალავენ, როგორ ერთსულოვანი გახდა მთელი ერი. ერთმა ადამიანმა მითხრა, ისევ შურსო როტირიანო, ცრემლი არ ამაქვსო და მე ვუთხარი, შეხედე პატარა ბავშვებს. და მაშინ უნებლიე დატირდები მეთქი. როგორ გულწრფელად გლოვობს ქართველი ერი მამას, მოძღვარს, წინამძღვარს, პატრიარქს. მე მინდა აი ესეთი შეფასება მივცე ჩემი მხრიდან. რა თქმა უნდა, მოკრძალებული. მე შემიძლია ჩვენი პატრიარქი შევადარო დიდ პატრიარქებს. აბრაამს, რომელსაც ღმერთმა აირჩია და პრაქტიკულად აბრაამი ითვლება მამად მთავარი სარწმუნოებისა, მართალი სარწმუნოებისა. ამოირჩია ღმერთმა თავისი რჩეულ ერისაგანთვის ისა და წაიყვანა იმ გზაზე, რომელიც მას მიუთითა. ილია თესბითელის მოსახელე იყო. გუშინ დაკრძალვის დღეს იყო ღრუბლიანი ამინდი. როგორც კი გამოსვენება დავიწყეთ, მაშინვე ღრუბლებიდან მზე გამოვიდა და ყველა უყურებდა და მეუბნებოდა, ნახეთ მამა გიორგი, მარტო ჩვენთან გამოანათა ჯერე.
ანუ სამების ტაძარს დაანათა. ანუ მზე გამოვიდა. ცოტა წვიმდა და მე გაიშალა ეს მზის თითქოს ბუნება როგორც ილია თესბითელმა ილოცა და 3 წელი ნახევარი არ იყო. წვიმა და მე ილოცა და წვიმა წამოვიდა. აი ასეთი თითქოს ბუნება როგორც ილია თესბითელს დაემორჩილა, აი ესე დაემორჩილა პატრიარქის ხსოვნას და მის პატივს. მე შემიძლია ჩვენი პატრიარქი შევადარო დიწინასწარმეტყველ მოსეს, რომელსაც ეგვიპტის მონობიდან გამოჰყავს თავისი ერი, ებრაელი ერი. მრავალ საუკუნოვანი მონობიდან და აღთქის მიწაზე მოჰყავს. ჩვენმა პატრიარქმა აი ამ კომუნისტური ტოტალიტარული ღმერთობის მონობიდან, რეჟიმიდან გამოგვიყვანა და მოგვიყვანა სად? შუაგულში, საქართველოს შუაგულში, დედაქალაქში, სამების საკათედრო ტაძარში. არის ასეთი კადრი, სადაც ღამეა გადაღებული, როდესაც ხალხი მოდის სიბნელეში და სამება ანათებს. აი ნათელი ქრისტესი განგვანათებს ყოველთა. აი აქ ქრისტესთან მოგვიყვანა, განგვათავისუფლა აი მონობისაგან, ცოდვის მონობისაგან, უღმერთობისაგან, ურწმუნოებისაგან. მე მინდა ჩემი პირადი მე გახლავთ არქიდიაკონი ყოფილი პატრიარქის 2009 წელს როდესაც ჩვენ მხარიდან გამოგვიშვეს აპრილის თვეში 1 აპრილს გამოგვიშვეს და აპრილის თვეში პატრიარქმა სამების ტაძარში მაკურთხა მეორე არქიდიაკონად და მამა დიმეტრია პირველი არქიდიაკონი მეორე და ასეთი სიტყვები ბრძან არის ეს კადრები ამიერიდან საქართველოს ეყოლება ორი არქიდიაკონი მამა დიმეტრი და გიორგი აი ესეთი პრეცედენტი დაუშვა და პრაქტიკულად მე ვიზრდებოდი მოსკოვში და საქართველოში რომ ჩამოვიდი, ჩემი შეხვედრა პატრიარქთან ისე მოხდა, მეუფე დანიელი არის ჩემი მოწვარი და თვაშვილი და მიტროპოლიტი და მისი კურთხევით და პრაქტიკულად როგორც ობოლი ბავშვი ისე გავიზარდე მე პატრიარქთან. და რატო ვთქვი მე, რომ დიდი წმინდანია? იმიტომ რომ ეს ასე არის. მე რით შემიძლია ჩემი გამოცდილებიდან პირად გამოცდილებიდან დავამტკიცო ეს. ერთხელ მივედი საპატრიარქოში, რომ აღსარება ჩამებარებინა პატრიარქისთვის. მეუფე ანდრია ყუგაზავაზუსტა და მამთხრა მამა გიორგი არის და შემოვიდეს და რომ შევედი დავიჩოქე ტახტზე და დაბზაიმ უწმიდესი და დავიჩოქე და მუხლებზე დავადევი თავი და მიმძიმდა მრცხვენოდა ტკიოდა ძალიან მრცხვენოდა რომ აი პატრიარქის ნაკურთხი ვარ პატრიარქის მადლით და ლოცვა კურთხევით და ესე ვიზრდებით და არა მაქვს უფლება აი ცოდვის ჩადენის და დავიწყე ტირილი მუხლებზე დავადევი ხედებზე დავადევი თავი და სიტყვებს ვერ ვამბობდი აი თქმა მინდოდა და ვერ ვამბობდი და გულში დავიწყე აღსარების ჩაბარება თქმა მაგრამ როდესაც მე ამას ვამბობდი გულში ისეთი ხმა ისმოდა თითქოს მე ამას ვამბობდი ხმამაღლა და პირი არ გამიღია ღმერთია მოწამე ქაბატონო ყველა ცოდვაზე შენდობა მომცა კითხვას როგორ გაიგო თუ აი ღვთაებრივი ნიჭი მადლი გულის დანახვის უნარი არ ქონდა როგორ გაიგებდა ეს აი მე ვამბობდი გულში აღსარებას და ის მიკითხავდა შენდობას ხმამაღლა იმ ჩემ ცოდვებზე ხედავდა რომ მე ძალიან მრცხვენოდა ტიროდი აი აქედან ადამიანის გული მარტო ღმერთ შეუძლია დაინახოს ან ვისაც ღვთისგან მიცემულიას ეს დიდი ნიჭი ნამდვილ მოძღვარს ჭეშმარიტ მოძღვარს როგორიც არის ჩვენი პატრიარქი აი ეს მე მაძლევს იმის საბაბს რომ უწმინდეს უთქმელად ესმოდა ჩვენი და ბატონმა კახა მიქიაშვილმა ბევრი რაღაცა მსგავსი მოყვა მასთან დაკავშირებით რაღაც თანხა მჭირდებოდაო ზუსტად ის ციფრის რამდენი სჭირდებოდა ის გამოუტანა და მის კონვერტით
და მე მინდა კოდორელი ხალხის აფხაზეთის მოსახლეობის სახელით მადლობა შევწირო ღმერთს და მადლობა გადავუხადო ჩვენ პატრიარქს ჩემი მამიდები ქალბატონ სოხუმში 60-იან წლებში მისი მედავითნები და მგალობლები იყვნენ ჯერ კიდევ მამის დები მამაჩემის დები მარიამი და ლიდია და ძალიან უყვარდა პატრიარქს ესენი ეს კომუნისტების დროა 60-იანი წლებია და დაახლოებით 17 წიგნი გვაქვს უწმიდესის ნაჩუქარი ჩემ მამიდებზე მამიდები რომლებიც შემდგომ პატრიარქის ლოცვა კურთხევით მიტროპოლიტმა დანიელმა აღკვეცა მონოზვნებად მარიამს ნინო დაარქვა და ლიდიას ქეთევანი და მე მინდა თქვენს ეთერში ერთ-ერთი საჩუქარი მისი ხელწერით განახოთ ეს არის ჩვენი უწმინდესი ყოველდღიურობის პატრიარქის სურათი როდესაც იყო მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთის წარწერაც აგვიკითხეთ თუ შეიძლება ხომ ჩანს კარგად და აი აქ არის უკან წარწერა აქ წერია ქრისტეს მოყვარე მარიამ გურჩიანს ლოცვა კურთხევით ეპისკოპოსი ილია 28 აპრილი 1969 წელი ისტორიაში არ მოიძებნება წყარო ყველა შემთხვევაში ჯერ გავიკითხე და ვერ ვიპოვე რომ კოდორის ხეობაში ჩამოსულიყო პატრიარქი საქართველოს პატრიარქი და ჩვენს დროში ჩვენ ვართ ბედნიერი ერი ვინაიდან აი ასეთ დროს მოგვიწია ცხოვრება როდესაც ასეთი ღვთიურრჩეული ადამიანი არის ჩვენი პატრიარქი იყო არის და იქნება ჩამობრძანდა კოდორის ხეობაში ჯერ დედათა მონასტერში რომელ წელს მამა გიორგი 2006-ში თუ არ ვცდები ან 7-ში ან მე მგონი უფრო 6-ში ჩამობრძანდა მას დახვდა ბატონი ემზარკვიციანი მაშინ გუბერნატორი იყო კადრებიც იქნება კადრებიც არის რა თქმა უნდა ჯერ ვერტფრენ ჩამობრინდნენ და აი ეს კადრები არის ბევრჯერ აქ ნახი მას ნაჩვენები იმედზე მე მგონი და საპატრიარქო ტელევიზიასაც როდესაც ღვთისმშობლის ხატით ჩამობრძანი ჩვენ დავხვდით და წარე დიტირა აი ნაბი რო დააბიჯა ფეხი კოდორის ხეობის მიწაზე აფხაზის მიწაზე წარე დიტირა აი იცით შეიძლება ადამიანი რაღაც წუხდეს სტკიოდეს მაგრამ ცრემლი არის ყველაზე დიდი მაქსიმალურად გამომხატველი ადამიანის ტკივის და მწუხარების და დალოცა დედათა მონასტერი წმინდა ნინოს სახელობის შემდეგ მამათა მონასტერი წმინდა გიორგის სახელობის გადმოვედით ფეხით ის ახლო მანძილი რა თქმა უნდა დროებით მონასტრები არ იყო ჯერ აშენებული შემდეგ ჩვენ სახლში მობრძანდა სადაც დედები უკვე დედა კეთევანი ფეხის ტკიოდა და ჩაწოლილი იყო მამიდა თქვენი დიახ მამიდები მოინახულა დალოცა გაუკვირდა გაიხუბნა როგორ დაბერებულ ხართო მაშინ ახალგაზრდები იყვნენ სახლში და შემდეგ ბატონ კორძაია თემ კორძაია სახლში გადავიდით შეხვედრა მოუწყვეს და ისეთი სიყვარული ყურადღება პატივისცემა გამოხატა კოდორში ცხოვრები ხალხის მიმართ რომ ალბათ ღვიძლი მამა ვერ გამოხატავს აი ასეთ სიყვარულს და მთელი კოდორის ხეობა მადლიერები ვართ მე მინდოდა დღევანდელ ჩვენს გადაცემისთვის დამერქვა სიტყვა სახელი პატრიარქის მადლიერი ერის სახელით რომ მადლობა გვეთქვა ჩვენი პატრიარქისთვის და ძალიან კარგად
გამოგვივიდა ქართველ ერს ეს მადლიერების გამოხატვის გრძნობა. თქვენ თურმე როგორი მოწესრიგებულები ყოფილვართ ჩვენც, ძალიან იდეალური წესრიგი ქონდა ხელისუფლებას, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ჩვენ ყველა იდგა ეხლა რიგში, მე გამონაკლისი არ ვარ, ბოდიში რომ ჩაგეჭერით და როგორ წესიერად და მოთმინებით ვიდექით, ეს გამიკვირდა თორე ხალხის რაოდენობა არ გამიკვირდა, ვიფიქრე ერთმანეთს გადავთელავდით, მაგრამ როგორ ვიდექით სასწაულად. ეს არის საოცრება. მე თეორიულად მესმოდა რა არის ერთსულოვნება. დამიჯერეთ, არ განათლება შეიძლება გქონდეს ადამიანს, რაღაც, მაგრამ გამოცდილება სხვა. ერთსულოვნება, რასაც პატრიარქი გვიკადაგებდა, ნატრობდა, ლოცულობდა რისთვისაც და გვაკურთხებდა, ეს ერთსულოვნება, ახლა მადლიერებით გამოვხატეთ ჩვენი პატრიარქის მიმართ. რა საოცრებაა, კარგი ახალგაზრდა ადამიანი და ჯანმრთელი, მოხუცები, ინვალიდები და ყაურჯენებით, პატარა ბავშვები, რომელიც ერთი კადრია მამიკოს თავზე იდგნენ, ხმას არ იღებდნენ. როგორ გულწრფელად დასწიროდნენ, ყვავილები მიქონდა და ყვავილი თითქოს ჩახუტებული ჰყავდა, თითქოს დედიკოს გულს. ეს არის საოცრება. მოწესრიგებულიც, მოდით მე მოგიყვებით ჩემს განცდებს. როდესაც მე სანამ ოფიციალური ცნობა იქნებოდა, მე ოფიციალურად გამოაცხადებდა, მე ვცდილობ რომ რაღაც მითქმა მოთქვას არ დაუჭირო და რატომ უნდა დავასწრო და როდესაც გავიგე პატარა ბავშვით ავტიდი კელიაში ჩემთან. თან ახლა არ გვიყვარს ეს ის და მაინც მამაკაცმა უნდა შეიკავოს თავი თუ შესაძლებელია თუ არა და ცალკე რაღაც მალულად კელიაში ჯუმად ისე ობლად ვიგრძენი თავი რომ დავიწყე ბუზღუნი. დრტვინვა უწმინდესის მიმართ. რატო დამტოვე და ობლად დამტოვე და აწი ჩემს სიმართლეს ვინ გაიგებს და აწი ვინ მომხედავს. ამას ხატებთან სანთელი ანთებული ბუხლებით ცრემლებით ვამბობდი. და მე კი შემსხვა მეთქი მაგრამ ასე პატარა ბავშვით დავიწყე და როდესაც მე შევეკითხე სხვას და სხვამ დაიწყო ლაპარაკი ყველამ ზუსტად ეს თქვა რა დაობლდით ისეთი მამა დემეტრე გამოდიოდა არქიდიაკონი და იქ მეგრულად ახსენა ის სიტყვა შავი მიწა ჩამომექცაო თითქოს მიწა გამომეცალა ფეხებს ქვეშ ეს ზოგადად ორი გრძნობა ერთიანებს კაცობრიობას. ეს არის ხორციელი არის ტკივილი და სულიერი მწუხარება, ხორციელი არის სიამოვნება, სულიერი არის სიხარული. ანუ სიხარული და მწუხარება. ამ მწუხარებამ პატრიარქის სიყვარულის გარდაცვალას დაკავშირებით გაგვაერთიანა ერი არასდროს მსგავსი რაღაცა არ ყოფილა და მე არ ამგონია რომ როდესმე მსგავსი რაღაცა მოხდეს. მე მინდა შევაჯამო ასე ჩვენი უწმინდესის მოღვაწეობა. პატრიარქებს შევადარე. წმინდა ნინოსაც შეგვიძლია შევადარო, მოციქულებსაც შეგვიძლია შევადარო, მაგრამ მე მინდა ასეთი რაღაცა დავაკვირდი თითქოს 2000 წლიანი ქრისტიანული სარწმუნოების მოღვაწეობის ერთიანმა ამ მადლმა ყველაფერმა ნიჭმა პატრიარქის გულში სულში და მის ბუნებაში მოიყარა თავი. ანუ ჩვენი პატრიარქი თითქოს 2000 წლის არის. ასეთი გრძნობა მაქვს რომ რაც ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში ანდრია მოციქულების მიერ იმ დღეს გახდა პატრიარქი ქრისტიანი და დღემდე რაც გამოუვლია ქართველ ხალხს ტკივილი, მწუხარება, ხინი თუ ყველაფერი ომები, უბედურება ყველაფერმა თითქოს გენეტიკაში შეინახა ქართველებმა ეს და გადმოგვცა პატრიარქის სახით. მე როდის დავიწყე ამაზე ფიქრი, იცით, პატრიარქი იმყოფებოდა სვანეთში და
იქ აღმოაჩინა ეს სვანური გალობა წმინდა უღმერთო ქრისტიანს და სვანურს რო ვეძახით და როგორ აღმოაჩინა ეკლესიაში როდესაც გალობდნენ მისი გუნდი სვანებსაც თხოვა რომ იგალობ და მათ იგალობეს თითქოს და მე დაამუშავეს თქვენ ანზორ მაშინ რაღაც ძალიან ლამაზად დაამუშავეს დახვეწეს თითქოს გენეტიკაში დევს ზინავს და გააღვიძა ის და გამოიტანა გარეთ დაანახა თელ მსოფლიოს და აიახლა დღეს მთელი მსოფლიო გაოგნებულია ეს პატარა ერი როგორ დასტირის როგორ გლოვობს როგორ ერთსულოვანი არის პატრიარქის ირგვლივ მე მგონი მტერი მოგვიმრავლდება ახლა უფრო შემოგვიტევენ წმინდა მამებს აქ თქვენ კერძოდ სერაფიმე საროველს სადაც არ არის განსაცდელი იქ არ არის ცხონება განსაცდელების გარეშე არ შეიძლება იმიტომ რომ ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესია თუ არ იდევნება კითხვის ნიშანი ისმება არის რომ ის მართლმადიდებელი მე არ ლაპარაკობ სხვა კონფესიებზე ლაპარაკობ აი მართლმადიდებელი ეკლესიაზე არის ასეთი პიროვნება სერაფიმე როუზი ამერიკაში ცხოვრობდა მე ბერად აღიკვეცა და მას აქ ის ეძებდა სხვადასხვა განათლებული კაცი იყო სხვადასხვა რელიგიებს სწავლობდა ბუდიზმი ისლამი ყველაფერი და საბოლოო ჯამში დაღონებული რო ვერ იპოვა სული შვება რუსულ ეკლესიაში მოხვდა თითქოს შემთხვევით ღმერთთან არ არის ღმერთი ყველაფერს განაგებს და ყველგან წესრიგი იყო კათოლიკური განსაკუთრებულად ყველა რო ეფერება და წიწყდარესი მშვიდე გალობა იქ რაღაცა ორღანზო რუსულ ეკლესიაში რო შევიდა ისეთი ქაოსი დაინახა შეშინებული დადგა კარებთან კუთხეში და აკვირდებოდა და ლოცვა დამთავრდა თუ არა ისეთი მადლი ვიგრძენიო რომ მაშინ მივხვდი აი ეშმაკი იქ ბრძოლობს სადაც ადამიანს მადლი ეძლევა და ცხონების საშუალება აქვს თუ არა ის რომელიც უკვე გზას ასდენია იქ არა აქვს მაგას საბრძოლო და საომარი ამიტომ მტერი ღმერთმა იმიტომ დაუშვა რომ თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ სწორად ღმერთის რწმენის შენარჩუნებას ღვთის გზაზე სვლას თუ ავწდით იქვე ჩასაფრებულია და მაშინვე შეგვახსნებს რომ შენ უკვე იმ გზას დაადექიო სადაც თვითონ მის გზას იმიტომ გვერდვის თუ სწორად ჩვენ გავიგებთ რატო უშვებს ღმერთი ამას მაშინ წმინდა მამები იცით რას აკეთებდნენ გალობას იწყებდნენ განსაცდელების ჟამს და ღმერთს მადლობას წირავდნენ უფალო მადლობა რომ დამანახე მადლობა რომ არ დამივიწყე მამა გიორგი ჩემნაირ ნაკლებად მორწმუნე ქართველებს რა კითხვებიც გვაქვს შეიძლება რამდენიმე კითხვას დაგისვათ რაზეც პასუხი ვერ მოვისმინე ტელევიზიით მე ძირითადად ეს დღეები სულ უყურებდი იმედს იმიტომ რომ სულ პირდაპირ ეთერები ქონდათ და დრო პირველ არხს და ვინც გამოდიოდა იმათმა არ თქვეს ჯერ ის მაინტერესებს რომ რატომ აუგო წესი ჩვენს პატრიარქს მსოფლიო პატრიარქს რომ ეძახიან მან და არა მეუფეშიო მოსაყდრემ და ქართველმა მღვდელმთავრებმა რატო ხელმძღვანელობდა თქვენ ხომ უმაღლესი სასულიერო განათლება გაქვთ მიღებული და ალბათ თქვენი პასუხი იქნება ძალიან კომპეტენტური პატრიარქი ბარტლომეოსი არის პატრიარქი და მეუფეშიო ჯერ არ არის პატრიარქი ის არის მოსაყდრე და წესის აგება რასაც შეეხება ის ხელმძღვანელობდა ის მარტო არ უგებდა აუგო მთელი სამღვდელოება ვინც იყვნენ იქ მღვდელმთავრები უпроსტად როგორც საქართველოს წმინდანობის წევრები ასევე სტუმრები ვინც მონაწილეობდა მაგრამ წესი სხვანაირად შეუძლებელი იყო ანუ საეკლესიო კანონები მოითხოვდა ამის გაკეთება. იცით რა, საეკლესიო კანონიკა მოითხოვს, როდესაც უპირატესი არის, მან უნდა უხელმძღვანელოს, მაგრამ სხვა ქვეყანაში ეს პატივია. და ეს პატივი თვითონ რომ პატივი დაგდო, ჩამობრძანდა და თქვენ იცით, მათი ურთიერთობა ჩვენი უწმინდესის ურთიერთობა ხო პატრიარქის და პატრიარქ ბარტლომეოსის. ბევრჯერ ყოფილა საქართველოში და ძალიან უყვარდა ჩვენი პატრიარქი
დიდ პატივს სცემდა როგორც ჩვენ პატრიარქი მას და ეს პატივი დავდეთ როგორც მაგრამ შეგვიძლია ეს არ გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია შეეძლო საქართველოს წმინდა სინოდის და სინოდს არ მიუღია ხო ეს გადაწყვეტილება. იქ ვიღაცა ადგილზე გადაწყვიტა ალბათ. სინოდის გადაწყვეტილებაში არ ეწევა. მღვდელმთავრების გადაწყვეტილების გარეშე ის ვერ უხერხდა. და რანაი აი როგორ მიიღეს გადაწყვეტილება მღვდელმთავრებმა ესე ზეპირად გადაწყვიტეს ალბათ ხო? სინოდის გადაწყვეტილება? სინოდი რო შეიკრიბა, როდესაც მეუფეშიო დამტკიცდა უკვე მოსაադրეთ. მე ბევრჯერ შეიკრიბა მღვდელმთავრები და ყველაფერზე თათბირობდნენ. კომისია რო იყო ალბათ კომისია რო გადაწყვიტა. ამიტომ მე იმედია განმარტავენ ყველას ვთხოვდი, არავითარ შემთხვევაში ამაზე არ გააკეთონ რაღაც უარყოფითი მოსაზრები არ გამოთქვან და არავინ არ გაიგოს ცუდად და უარყოფითად ეს. ესეთი მომენტიც იყო, რომ აი რუსეთის პატრიარქი იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ მსოფლიო პატრიარქი ჩამოვიდა. მათ შეწყვიტეს ურთიერთობა ეკლესიასთან დაკავშირებით, მაგრამ იცით რა, რომ ჩამოსულიყო, ძალიან კარგი საშუალება იყო აქ ჩვენი პატრიარქი მათ შეარიგებდა. თუმცა ეს რთული საკითხია, საკითხებია, მაგრამ იყო ჩამოსული რუსეთის ილარიონი ალფეევი მიტროპოლიტი, რომელიც თავი მაგან საოცარი კაი გადაცემა გააკეთა რუსეთში საეკლესიო არხზე, დიახ, სადაც ის მოყვა როგორ გაიცნო პატრიარქი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, როგორ გაიცნო, როგორ სტიქაროსნობდა სვეტიცხოველში ჩვენს უწმიდესთან, სტიქაროსნობდა და მე საგარეო საქმის განაგებდა მაგი რუსეთის ეკლესიაში და ახლა სხვა ეპარქიაშია, მაგრამ ჩამოგბრძანდა და გაიხსენა პატრიარქის და მიაგო პატივი ჩვენს კადრს მიღმა ჩვენს თანამშრომლებს ვთხოვ, რომ კადრი განაახლონ პატრიარქის სიშავე გადიოდა კარგა ხანს. მამა გიორგი, როცა უწმინდესი სამუდამო განსასვენებელში ჩააბრძანეს, მანამდე კადრები გავრცელდა, ეს როგორი იყო და რაღაც ისე ამოშენებული, რაღაც მოპირკეთებული იყო მგონი მარმარილოთი და ეს დიახ, ეს იმიტომ რომ უწმინდესი იყო თუ სიონში ყველას ესე გრძალავენ, ეს რატო გააკეთეს? მე ლამაზად შეამკვეს საბარი. ალბათ იმიტომ რომ მალე ამოსვენება მოუწევდა წმინდანად. ამინინებოს ღმერთმა და მე ვფიქრობ ეს ერთ-ერთი აზრი არის ჩადებული და ფილებია მარმარილოთი ფილები, ყვავილები ლამაზად დამიჯერეთ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს აკეთებს პატრიარქის სიყვარული, მის და მის სიყვარული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა რაღაც ამაზე კუდები არ უნდა მოვაბათ. არ შეიძლება ვიღაცამ დადო კიდევ Facebook-ზე რომ იქ თვითონ ძვლები იყო და ეს ძლებიო გადაყარეს არაფერი მსგავსი რაღაც იქ არ ყოფილა. არქეოლოგები მუშაობდნენ. რა თქმა უნდა, სხვა კადრებია, სხვა რაღაც სამარხებზეა სურათი დატანება. ანუ არიან ვიღაცები, ვისაც რაღაც ცუდად იყენებს ამას, მაგრამ მე ვთხოვდი მაინც ყველას რა, ჩვენ ხომ ეს ხო ჩვენი დიდი მამა არის. მაგას ხო ყველა უყვარდა, აი ყველა უყვარდა, როგორ ამბობდა საქართველოს მიყვარხარ. ამ სიტყვებს რომ მიყვარხარ და გიყვარდეთ ერთმანეთი, დიდი მოციქული იოანე ღვთისმეტყველი სიკვდილის წინ წლების მანძილზე იმეორებდაო. ხო იცით როგორ აგესრულა ცოცხლად გაათხარეთო სამარო და ჩავიდა ჯვრის სახით. და როგორ დააფარეს მიწა იცი და როგორ წარმომიდგენი რომ ხელით აფარებენ და თან ტირიანის მისი მოწაფეები. აი ესე და 3 დღით განან მუხლებზე იქ და დაფარეს ცოცხლად დამარხეს მოძღვარი. და მე ერთ-ერთი რომ მოვიდა სადარისო მოძღვარი იქ და დაუმარხეს როგორ გარდაიცვალა არა ცოცხლად როგორ დამარხეთო გაუგნებული და გაათხრევინა სამარი და არ იყო შეგი. ანუ ეს გალამაზ ეს ყველაფერი არის ყველაფერს გავაკეთებდით. გახსოვთ პატრიარქის გულისთვის. გახსოვთ ყაზბეგიდან რომ ჩაერთვეთ 80 წლისთან დაკავშირებით მისი ყაზბეგელები რას ამბობდა ერთი უხუცესი კაცი. ჩემი ჯანმრთელობას მაგისი იყოსო, მაგას შევწირავ ჩემთან. აი ასეო. რატო ამბობს ქართველი კაცი ამას? პატრიარქო მიყვარხარ, პატარა ბავში რატო ამბობს?
აი ეს სული ჩაგვიდგა ღმერთმა პატრიარქის ლოცვა. აი ეს სიყვარული ჩაგვინერგა პატრიარქმა და რასაც ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ მის წმინდა სახელთან მიზნით, ყველაფერი ჩვენ გავაკეთებთ სიყვარულით და რწმენით და ყველაზე კარგი დასტური ამისი არის ეს გულწრფელი ცრემლები. მე გაოგნებული ვარ. ახლა ჯარისკაცები როგორ იყვნენ, პოლიციელები რა კაი მოწესრიგებული იყვნენ, როგორ ტიროდნენ. პატარა ბავშვი ჯერ ლაპარაკი არ იცის, რატო ტირხა დიდი ყვეუბნენ ბაბავს და იმიტომ ილიო მეორე გარდაიცვალაო. და რატო გარდაიცვალაო? ახლა მაგი ღმერთთან არისო, ხო? აი პატარა ბავშვი ტირის, რომ ჯერ არ იცის ბევრი აფერი, მაგრამ აი ეს სული აკეთებს, რომელი სული? მოსიყვარული, რომელიც პატრიარქმა მთელი მისი ცხოვრება ამას შეწირა. კიდევ ერთი კითხვას დაგისვავთ. ეს იგი კეთილგანწყობილებიც და არაკეთილგანწყობილებიც საუბრობენ იმაზე, რომ ანდერძი დატოვა პატრიარქმა და ეხლა მალე გაიხსნება და თქვენ თუ იცით რაიმე ანდერძის შესახებ? მე ვიცი ერთი რამ. სანამ საეკლესიო იერარქი არ გააკეთებს განცხადებას ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც საიდუმლოს ეხება, მანამდე არავინ არ უნდა გამოთქვას თავისი პირადი აზრი. არც იერარქმა, ეს ჩემი მოკრძალებული თხოვნა არის და არა სხვა მიტარგან. არც საშუალო პირმა და არც ერისკაცმა. მე შემიძლია გითხრათ, რაც მე ვიცი, როგორ გამოირჩია მისმა უწმინდესობამ მიტროპოლიტი შიო მოსაադրედ. მას ჰქონდა გამოცხადება მონოზდებისგან ვიცი. ეს საპატერო მონოზდები, რომ ჰქონდა გამოცხადება წმინდა გიორგის თვითონ მოუყოლია ეს უწმინდეს. წმინდა გიორგი გამოეცხადა, რომელმაც მიუთითა მეუფე შიოზე და როგორც ჩანს, მისი უწმინდესობა ლოცულობდა ამისთვის და რა თქმა უნდა, ლოცულობდა ზრუნავდა ამისთვის. და იზრუნებდა რა თქმა უნდა, როგორც მოსიყვარული მამა. მეორე დღეს არის 23 ნოემბერი, გიორგობა ქაშვეთში წირავს უწმინდეს. არავინ არაფერი არ იცის. წირვის დროს დაიბარა მეუფე შიო და წირვის ბოლოს მეუფე შიო არაფერი არ იცოდა და როდესაც წაიკითხა უწმინდესმა, მაშინ გაიგო მარტო მეუფე შიო. აი ასე ვიცი. თუ ვწდები ღმერთმა პატიოს, მაგრამ აი ვისაც შევიკითხე, ყველამ ასე იცის. ანდერძი არის თუ არ არის უწმინდესმა, ყველას გითხრა ვინ იქნებოდა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე. ხო, ღიად. თან წმინდა გიორგის გამორჩეული არის თქვა. დიახ, ღიად გითხრა და როდესაც ღვთელმთავრები შეიკრიბებიან და კენსუყრიან ხმას მიცემენ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პატრიარქი. საეკლესიო კანონმდებლობით ესეთ ვითარებაში რამდენად ვალდებულები არიან ისინი გაითვალისწინონ ჩვენი პატრიარქის ეს დანაბარები. ვალდებულება ცოტა არა აქვს ესეთი ვალდება. ცუდი სიტყვა შეიძლება არასათანადო ამ შემთხვევაში. თუ უწმინდესმა თავისი არჩევანი გააკეთა რომელიმე პიროვნებაზე, ხო, იერარქზე. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს უნდა გაითვალისწინონ. ეს იცით როგორ თითქოს ერთი ხმა უკვე აქვს და აქვს, ხო, პატრიარქის ხმა აქვს. მაგრამ მათ შეუძლიათ აერჩიონ სხვა. ანუ სინოდს ეს ასეთი ის არის, ამაზე კარგად ლაპარაკობენ უშუალოდ ვინც საეკლესიო სამართალში და იმაში და ეტყვევიან და თან არიან ვალდებულები, ხო? მაგრამ დააკვირდით, როდესაც სინოდი შეიკრიბა ახლა 3 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულება. მაშინ ყველა ერთსულოვანი იყო. აი ამაზე თქვეს, მე ღვთელმთავრებმა თქვეს, რომ ყველა ერთსულოვანი იყო, მეუფე ანანიახები წვალობდა და ყველა მე როგორც უხუცესი, ხო? როგორც უხუცესი. სამართლ ეკუთვნის მაგას, ეგეც და ყველამ ერთხმად ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მეუფე შიოს. და მეუფე შიო მართლა გამორჩეულია წმინდა გიორგის მიერ და პატრიარქის მიერ და ყველასთვის საყვარელი მღვდელმთავარია და ღმერთმა დაალოცოს და შეაძლებინოს თუ იმას ამოერჩევენ პატრიარქად. ღმერთმა შეაძლებინოს ეს ჯვარი იტვირთოს. ალბათ იმ დღეს, როცა სინოდი შეიკრიბება, ალბათ ისეთივე ჯარი იდგება ჩვენი ქართველების სახით საპატრიარქოს გარშემო, როგორც ვიდექით უწმინდესის დაკრძალვაზე.
მე არ ვიცი, მაგრამ რომ ემან ვინმეს ხელი არ წაუწდეს ხვანაირად. ჩვენ უნდა ვილოცოთ. ჩვენ როგორ ვამბობ, აი მორწმუნე ადამიანს ღმერთო მოგვეცი ისეთი პიროვნება გამოგვიჩინე წინამძღვრად, რომელიც შენთვის სათნოა და ჩვენ გაგვიძღვება ცხონების გზაზე. ვინც უნდა ის იყოს? თავარია ღვთისნებით და ღვთის მადლით და ღვთის კურთხევით იყოს ყველაფერი. დიახ. გადაცემის დასრულებამდე 2 წუთი დარჩა, თუ მოვასწრებთ ამ 2 წუთში კიდევ ერთი ამბავი რო გაიხსენოთ უწმინდესთან დაკავშირებული. კოდორის ხობიდან მოვდივართ მე და მამა ერევან ლომიძე. საზღვარზე აფხაზი ბიჭი მოვყავართ ემურის ხიდამდე. ხიდზე არ გვიშვებენ და უკან დავაპირეთ წასვლა და უკანაც არ გვიშვებენ, იმიტომ რომ წინანდრით მე სოხუმში ვეკამათე ბესარიონ აპლიას იკავმრთელს რაღაცებში ვამხილეთ და ვეკამათე და ანუ ეს აფხაზი ბიჭი მივიდა საგუშაგოსთან და შეიკითხა რატო არ უშვებდო და არ გაქვს ეს პასუხი და ამ ბიჭმა ტირილი დაიწყო. მიგვახვედრა რომ ჩვენ გველის რაღაც დაგხრედიან რაღაც და ისე დადგილათ დააყენეს მანქანა, დააყენების მანქანა, რომ ნატურა იყო ღამე და მანქანა უნდა წამოვიდეს სოხუმიდან დაგხრიტონ და უნდა წავიდეს აი ასეთ ვითარებაში ვიყავით. დავრეკე საპატრიარქოში და მე დავრეკე მიოფე დანიელს და უთხარი რომ აი უკვე შუქი გამოჩნდა მანქანის და შენდობა ვთხოვე რომ ასეთ ადგილას ვარ და შეიძლება დაგხრიტონ და შეიძლება აწი ვერ შევხვდეთ და შენდობა ვთხოვე და დაიწყო ტელეფონში მომსვლა ტირი თუმე დედაინე იქ და ხმა მაღაზია აქვს მე ვთქვი პატრიარქთან საღამოს ლოცვას კითხულობენ. და მეუფე დამიტყა ილოცე შვილო იესოს ნუ გეშინიაო და გადასა პატრიარქ. პატრიარქმა კი არ გამოვარდა, პატრიარქ გადაურეკა იქით და წუთი თუ იქნებოდა დრო ამ წუთში მისმა უწმინდეს მოახერხა დარეკვა და იქით მანქანამ ჩაიარა ისე რომ ჩვენ თქვი არ გვესროლა მოპრუდა უკან დაბრუნდა და საგუშაგო მორბის ის აფხაზი ბიჭი და გვეუბნება რომ არ ვიცი რა მოხდაო ტიროდა არ ვიცი რა მოხდაო მაგრამ არც საფუძველი არ თქვენ გიშვებენო აი ასე გადავარჩინა ერთხელ გადაგვაჩინა სიკვდილით მისმა უწმინდესობა როგორც ბევრი ჩვენთანგანი ალბათ. მამა გიორგი უღრმესი მადლობა რომ ამ მარხვაში მოგბრძანდით გადაცემაში და ასეთი საინტერესო იყო ეს 50 წუთი გადაცემა მემკვიდრეობის. უღრმესი მადლობა. ობიექტივის მაყურებელსა და მსმენელს შევახსენებ, რომ გადაცემა მემკვიდრეობა სტუმარი გახლდათ თბილისში კოდორის ხეობის მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.